Country, Georgia! Let's go, man! და ისევ დაბრუნდით Fight Hop podcast-ი ეპიზოდ 268. ჩვენ არ ვჩერდებით, MMA კონტენტი არის ძალიან ბევრი, კომბატ სპორტის კონტენტი, ნოსტალგიო სართანიასთან, ხუჩა ქორიძესთან, BFA-ს BMF-თან, პირველი და მოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Fight Hop-ი YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple Podcast-ზე გამოგვიწერეთ. დაგუჭირეთ ხარი, ეს ყველაფერი არის უფასო. ხუჩ როგორ ახარ? როგორც სულ დამოხტული მზად ყველაფრისთვის მზად UFC 129 მერე ძალიან დამოხტული ვარ სიმართლე გითხრა არა და ბევრი წუტუნებს ხო რა თქმა უნდა ვისაუბრებთ UFC 329-ზე რა და ძალიან მაგარი კარდი იყო ჩემი აზრით უბრალოდ ესეთი დასრულება ქონდა რა სანანი დასრულება რა ცუდად დასრულდა რა თქმა უნდა რა და ისეთი გზნობაა რომ როგორ დაკტოვა რა ხოაზე ხარ რომ ელოდები იწევს და უნდა მოხდეს რაღაც და მე ანუ არ შევადარებ რომ სხვადასხვანაირ გზნობებს რა ალბათ ყველა მიხვდება რა გზნობაც არის რა ეგეთი და მოდი დავიწყოთ რა რა თქმა უნდა რა კონერი და მაქს ჰოლოვეითი დავიწყოთ ბევრი სალაპარაკო იქ არაფერი არ არის მაგარი გამოსვლა ქონდათ ორივეს ანუ რო გამოდიოდნენ ოქტაგონზე და მერე ორი სროლა ქონდა კონერ მაგრეგორს და ორივე სროლის შემდეგ ძირს აღმოჩნდა რა ერთი იყო თავიდან გარბენაში ნახტომი ფეხი ეგრევე დაეცა მერე კიდე დგომში ფეხი ეგრევე დაეცა და ბოლოს რა მოვიდა მეორე მუხლზე ქონდა ხო ახალი ტრამა მუხლი ხო მარჯვენა მუხლი გაწყვეტა ხოდა და მომენტი არის იცი მაგი უბრალოდ ხა სავარაუდო იყო ისტორია რაღაც მაგ რომ მაგრეგორი მანამდეც და ტრაუმული გავიდა უკვე ჩხუბზე რა მაგრეგორი ცნობილია როგორც ესეთი რომ არასოდეს არანაირი ტრაუმა არ არსებობს რომ მაგან ჩხუბზე არ გავიდეს ზოგადად რა ეს სულ ქონია რაღაც მომენტი სულ როდესაც ქონია რაღაც მომენტი ჯანმრთელობასთან ყოველთვის გავიდა ჩხუბზე და ყოველთვის ჩაადარა ბრძოლა სასიკეთო დაამთავრა თუ არა მაგალითად ხაბიბთან ხო ტრიფი გასიებული ქონდა დაანგრეული ქონდა ფერცალი ფეხი რა მაგრამ მაინც გავიდა მაინც ჩაატარა 4 რაუნდი მიჩხუბა ამ შემთხვევაში ხა ნუ ისეთ ასაკშია და ისეთი რაღაცები აქვს გადატანილი რომ ვერ არ იყო მისი ბუნებრივი ჯანმრთელობა რომ გაიტანა ხასიათით და ჯანით გაიტანა რა რაც არ უნდა ჯანის მონსტრი იყო რა პლუს სიმართლე გითხრა ხო იმდენად მაგარი კარდი იყო და იმდენად აწონვებზე ცუდად დავინახე მაგრეგორი გახსოვს აი უკანა ეპიზოდზე რომ ამბობდი განხილვას ვსაუბრობ როგორი იქნება აწონვებზე მაგრეგორი არის თავარი კითხვა რა ივენტის რომ რა მაგრეგორს დავინახავთ აწონვებზე რა სასწორზე ვის დავინახავთ როგორ მაგრეგორს დავინახავთ არც მშიერი მაგრეგორი არ დავინახეთ და თან დაბერებული მაგრეგორი დავინახეთ რა ან რომელიც ისე იყო რა თან მთელი ვოლკაუტს რო უყურებდი ხო სიმართლე გითხრა შენ თუ მოგეწონა ხო მე უშუალოდ ხოლოვე როგორც ხოლოვე გამოვიდა ყოველთვის მის გზაზე იდგა მაგრამ მაგრეგორი მთელ ვოლკაუტზე ანუ არაფოკუსირებული მაგრეგორი დავინახე რა მაგრეგორი ყოველი იყო ანუ აქ გიპერფოკუსირებული იყო და ანუ 100%-იან აურას გადმოქცემდა მაყურებელს თავდაჯერების უყურებდი მაგრეგორს და ჯერავდა შენ მაგის რაც მოხდებოდა და ის ხდებოდა და მაგი იწოდა ყველაზე სასწაულ ხაებს რა და აქ მაგრეგორი ვისრა ესე სამებოდა ხელებს უწევდა პატივებს ცემდა ხელებს ართმევდა ეს არ იყო მაგრეგორი ანუ მაგას უბრალოდ თქვა და ეს არ იყო ის მაგრეგორი ვისაც მე და შენ ვიცნობთ ანუ რა ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდად ბრძოლაში არ ჯეროდა თავის თავი რა პირიქით ჩემი აზრით რაც გამოხატა რა ის თავიდან სირბილით და ის წმენა ქონდა რა და ეგრევე დაიწყო რა ხოაზე ხარ და არანაირი ის არ ქონია რომ ხოაზე ხარ ეჭვები რა ხო ხედავ ცეცხლივით მივიდა დაეჯახა ჰაერში ძალიან ისე დაიწყო რა და არა მაგი ხა მაგრეგორის მისი დროის სიგნატურული ოპენინგები იყო მაგრამ ეს ვიჩიკების ასკიკი ხოაზე ხარ ეს ტიკიკები და
სიგნატურული გახსნა იცდილა რომ იყოს მისი თავი რა, ასე რომ ვთქვა, მაგრამ მე ვერ დავინახე მაგრეგორად უკვე სასწორზე ვერ დავინახე მაგრეგორად და სამწუხარო არის შეიძლება შემდეგ ბრძოლაში უფრო მეტი მისი თავი იყოს მაგე, ვიდრე ამ ბრძოლაში იქნებოდა, მაგრამ როგორც ამბობს ხოლმე it is what it is, ხო იცი რა? ხო და სიმართლე it is ხომალია. what it is, მაგრამ მეორეს იძახის ხოლმე we gonna find out Saturday night და Saturday night ვერაფერი ვერ გავიგე. მაგაშია საქმე რომ Saturday night ვერაფერი ვერ გავიგე და ყველაზე მაგრა რა ტეხავს იცი? აი მაგრეგორის სახეს რომ შეხედე რა, აი ის გულდაწყვეტილობა ხო დაინახე აშკარად რა. ანუ ეს რისი ისა გზნობა არის ხუჩ რა რომ იმდენი შრომა რო გაქვს ხო ჩადებული რაღაცაში ხო ხუჩ იმდენი შრომა რო დადე და ყველაფერი რო გადაგეყრება სავითარია რა და შეიძლება თავიდან დავინახოთ დაკარგული მაგრეგორი, თავიდან დაკარგული მაგრეგორი ცუდი გაგებით როგორც იყო დაკარგული ეს 5 წელი. მასეთ დაკარგული მაგრეგორი შეიძლება მაგის გამო დავინახოთ, რომ მე ჩემ თავზე გეტყვი, გიო რომ კარიერას რო ასრულებ, ხო? ძალიან ძიმე რაღაც არის ზოგადად, მაგრამ რა, ზოგადად რო არ ჩხუბობ, რო არ ხარ ამ რეჟიმში, როცა არ იღვიძებ, არ იწინებ და მაგრეგორის ნაირი მონსტრი სრული სიტყვის მნიშვნელობით, რომ ეს ადამიანი არის მონსტრი. ეს რა ჩულებრივი ადამიანი. აგერ ეს არის მონსტრი, რომელიც უნდა ვარჯიშობდეს, ჩხუბობდეს, უნდა იყოს აქტიური, უნდა იყოს მოქმედი. მაგვარის მონსტრი ყოველთვის გზაზე უნდა იყოს, როცა გზაზე არ იქნება, ყოველთვის რაღაცა სულს გააკეთებს რა. და შეიძლება მის გზას აცდეს დღეს მაგრეგორი ამ ბრძოლის შემდეგ რა. იმიტომ რომ გზა დაკარგოს ამონდეს გზა რა. არ ქონა გზის მაგრეგორს იქამდე მიიყო, რომ ყველაფერი ნივთიერებები მიიყო, ყველა სასამართლოები წააგო და ყველაფერი სუდი დაემართა რა. ბიჭო, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ანუ სანამ მაგ ფეხებს ისროდა ჰაერში და დგომში, ბოტასებს რო იხდიდა, მაშინ დააფიქსირეს, რომ რაღაცა მოვიდა რა, ფეხზე რა, მაშინვე დააფიქსირეს. ანუ რა ბედი უნდა ქონდეს, რომ სანამ ბოტასებს გაიხდი, მაშინ იღებ ტრავმას რა. არა, ეს სავარაუდოდ შეძენილი ტრავმა იყო, ანუ ეს ტრავმა უკვე ქონდა მაგრეგორს მაგ მომენტში. უბრალოდ ისეთი მომენტი იყო მაგიო, ხო, რომ არ შეეძლო მაგრეგორი არ მოიხსნის არასოდეს ბრძოლიდან თავს. ეს ჩვენ კარგად ვიცით მაგი მომენტი რა. რომ მაგრეგორი არ არსებობს. ის დღე რომ მაგრეგორი ბრძოლიდან მოიხსნის თავს და არ მოიხსნა ბრძოლიდან თავი და ნუ ესე შედგა ეს ისტორია რა. თუმცა მე მეჩვენა რომ ბრძოლიდან მოიხსნა თავი და გადაიდო შემდეგ იმენს. მოდი რა, ეხლა მართლა ბევრი სალაპარაკო არ არის, უბრალოდ ას დარჩენილი არის თუ რა უნდა იყოს შემდეგი ეხლა მაგრეგორისთვის და ხუჩ მახსოვს რომ შენ თქვი როგორც ვიცი რომ გეგმა აქვს მაგრეგორისგანო რომ ორი ბრძოლა უნდა დაო რა და ეს ბრძოლა უკვე იყო და გამოვიდა რომ ჩაიშალა და აქ დარჩენილი ერთი კონტრაქტი მგონი? დიახ, ხო. აი საინტერესოა უკვე ბოლო ბრძოლა რო არის ხო? აქ შეიძლება სხვანაირი სიტუაცია იყოს ბოლო ბრძოლაზე რა. ლოგიკურად ხო, რა თქმა უნდა, ალბათ ყველა დამეთანხმდება, რომ ხო რა მოხდა, გავაკეთოთ კიდევ, ანუ თავიდან რა, მაგრამ აი მაგრეგორი 5 წელი არ უბრძოლია და მაგის გამოსვლა არც ისე ადვილი არის ხო აზეხა და ანუ ფიქრობ რომ ექნება ეხა мотиваცია და თავიდან გააკეთებენ მაგას. უნდა დავინახოთ, უნდა ვიცოდეთ რა ტრავმა აქვს მაგრეგორს. შეიძლება ისეთი ტრავმა ქონდეს მიღებული, რომელიც შეუპარდებელია ბრძოლასთან. თუ ბრძოლასთან მაგი ტრავმა შეუპარდებელია, ხო? შენ დავკარგეთ მაგრეგორი როგორც ბრძოლა. ყოველთვის. ამ დრიდან. თუ ბრძოლასთან შეპარდებულია, ხა მაგი რესურსი UFC-ს და მაგრეგორსაც გააჩნია, რომ თავიდან მივიდეს მაგ დონეზე, სადაც თავიდან მივიდეს რაღაც ფიზიკური კონდიციის დონეზე რა. ზოგადად მაგი ხო ყოველთვის იყო დატრაუმებადი მებრძოლია რა. ყოველთვის იტრავმებოდა. კინაღამ და ყველა ბრძოლა დატრაუმული აქვს დაშლილი მაგას რა. აბსოლუტური კიდე ერთხელ გავიმეორე, აბსოლუტური უმრავლესობა ბრძოლების დატრაუმული აქვს მაგას დაშლილი. ძალიან მარტივად იტრავმება. ისეთი მებრძოლი არის რა. და ანუ ასაკობრივი მებრძოლი არაა მაგიდან გამომდინარე, სტილისტიკურად და ასაკობრივ არც არის, იმიტომ რომ რეაქციული და ფეთქებადი და მძიმე დარტყმის მებრძოლი არის. თან ამავე დროს ხო, ბევრ ტრავმებს ექვემდებარება რა. მაგი ნიშნავს, რომ ის იქნება რა ქვია. ძალიან ძნელია რომ მაგნაირი მებრძოლი ასაკში იბრძოლოს რა.
მმ. ანუ ეჭვები არის ახლა რა, მაგის დაბრუნებაზე საერთოდ, რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი არ ვიცით, არც მოგვისმენია პრესკონფერენციისთვის, ანუ ეგრევე ვიწოთ, შეიძლება უკვე გამოსული არის, რომ უყურებთ, უკვე ვიცით ბევრი რამე რა და უკვე თქვა კიდეც დეინამ რომ იქნება ეს ბრძოლა რა თავიდან რა. ნუ რაც არ ვიცით და შენი აზრით სატოვებს ეს მაშინ მაქს ჰოლოვეის რა. მომას თქვა რომ მესამეთ უნდა, მაგრამ თუ არ მოხდა, ნუ სატოვებს მაქს. ნუ ეხლა ნებისმიერ შემთხვევაში მაქსის ერთი ბრძოლა არის რეალურად რომელიც არის აი საჭირო და რაღაცის მომტანი მაკგრეგორთან მეტი რანჩენი ახლა კარიერაში სატიტულო რანს ჩამორჩენილი არის ეს ფაქტი არის ახლა ხო ოლივერასგან დეკლასირების შემდეგ ტაიტლ შოუზე საუბარი მისზე არ იცვლის არც ფედერვეიჩი არც ლაიტვეიჩი ახლა ფედერვეიჩი რო კიდე ერთხელ ბაქსოლოვის აჩხუბონ და მოსარს არაჩხუბონ ან სხვა კონტენდერებს არაჩხუბონ მაგარი დიდი უსამართლობა იქნება მაგ რო თქვას რომ ველტარვეიჩი რჩებიო ხუით ხო და არა ველტარვეიჩი იქნება ხო კაი რაღაცა თქვა რომ მარტო კონორ მაგრეგორისთვის ვიჩხუბებდი მე შეიძლება ვიჩხუბო ამ წონათა კატეგორიაში სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მე არც მაინტერესებს მაგიო რა ამდე გამომდინარე ყველაფერი წინ არის, ყველაფერი გაუგებარია მარჩელობა ძალიან ძნელი არის, რა. მარტო მაგრეგორის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ეს მესამე მატჩი და დარწმუნებულია რომ მესამე მატჩი უკვე ესეთი ხაიბიანი ვერ იქნება, როგორც ეს ბრძოლა იყო, რა. ნუ მოკლედ როგორც თქვით, ბევრი სალაპარაკო არ იყო და გადავიდეთ კოუმეინზე რა და რა სიტყვოდი პადი პიმპლეტის პერფორმანსზე და ბენუას გადაწყვეტილებაზე, რომ როცა ატკინა თავიდანვე, როცა შეეხო და ატკინა, ზუსტად მაშინ პირიქით შევიდა, ჭიდაობა დაუწყო, ანუ როცა მდგომში კარგად გამოიყურებოდა ალბათ, არა? ხო, იცი, გახსოვს ანუ უკანა პოდკასტზე რომ შევაქე ბენუასანდერი ძალიან მაგრა რა. ანუ მეთქი ძალიან მაგრა გაიზარდა და მარვენერო მაიკანოსთან წაგების შემდეგ, ხო? პროგრესი მისი ჩანდა. იმიტომ რომ აი გააზრებული გახდა კალკულაცია განახორციელდა მის მოქმედებს. ყველა არც არ აკეთებდა რა. და ამ ბრძოლაში დავინახეთ რომელი ბენუასანდენი იცი? დასტინ პორიესთან მოგავიდა. აი რაც მთელი ბაგაჟი ასე ვთქვათ რომ აიღო, ხო? რომ შეიძინა. ეს ყველაფერი გადააგდო და დასტინ პორიესთან ბენუასანდენის დავინახეთ ზუსტად ის ბენუასანდენი გამოვიდა რა. რომ მის წარმატებული შეტევებს აი რატო შედიოდა ფეხში თვითონაც არ იცოდა სავარაუდოდ რა იმიტომ რომ არამის დობლივით ეგ დავიღო როცა პედი ბიუნდეს ბენუასანდენი 100-დან 100 სავარაუდოდ გემში გალახებს რა როცა ბერძოლები რა ხორცილებს იმის ჩვენებას ხდება ეს სტრესი რაც ხდება რა მოდი რა ემას შევეხოთ რომ ფადიზე რა რამდენად ელიტალური სკილი აქვს რაც აქვს მაგ მებრძოლს რა, ანუ ეს თავისი ძლიერი მხარეა და რომელიც აჩვენა დღეს რა. ფედის გააჩნია ორი უნარი, როგორც ასეთი რა. არის ძალიან დიდ ჯანზე და ანუ არის აი ძალიან მართლა მასიური და ძლიერი ლაითვეითი არის რა. იმ კიკინებიდან ანუ დაბწუნებული თვეები და ესეთი როცა ყავს ზოგადად შტაბეშილებას ტოვებს რომ არ არის ესეთი, მაგრამ რეალურად ფაქტიურად არის. ერთი უმსხვილესი უდიდესი და ძალიან ძლიერი ლაითვეითი, რომელიც დარტყმასაც იმიტომ იტანს მასე, მაგრამ რომ ძალიან დიდი არის ძმა. ძალიან მაგარი არის რა, ანუ ფიზიკის ჯანზე არის ძალიან სასწაულად რა და არის submission grappling-ის სკილების ერთ-ერთი უძლიერესი მებრძოლი. აი მარტო submission grappling-ის სკილების მე რა. და ანუ ბენუასან submission-ები იდეალური აქვს, ძალიან მაგარი submission-ები, მაგრამ ბენუასანდენი მიცა ეს submission. უბრალოდ just engage-ები როგორც მოექცა პედი ბიუნდეს, ხო, ბენუასანდენის მაგის დაკოპირება სამ რაუნდში ძალიან მარტივად შეეძლო რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხრელები პედი ბიუნდეს exposed იყო რა და რო დაიწყო მატჩი, მას ეს გამოიყურებოდა, რომ აი უკვე მატჩი არ დაწყებულა და ბენუამ უკვე გახსნა მისი ხრელები რა. მაგრამ პედი მაგითაც არის ცნობილი, რომ ძალიან კარგი სამიშენების გეიმი აქვს და ანუ შეასრულა ძალიან ელიტარულად შეასრულა ძალიან მაგარი მახშობელა შეასრულა რომელიც ძირამდე მიიყვანა და მაგი ხო აი და ეს ორი რაღაცა შეფარდებულია გიორგი ესეთი დიდი ჯანი რო არ კონდეს ხო ესეთ მახშობელასაც ვერ გააკეთებ
ეხლა რას ფიქრობ რა, რომ ანუ ჯასტინ გეიჩისთან მარცხის შემდეგ ხალხს უფრო ჩამოწერილი ყავდა შენი აზრით ფადი და ეხლა BSD რო ესე დამაჯერებლად ესე სწრაფად დააფინიშა და ძინა ფიქრობ თუ არა რომ შეიცვალა ეხა ისე სურათი და იქნება ცვალა ასე ნარატივი დღეს მარტივად შეგვიძლიათ თქვათ პირდაპირ რომ არმანი და პადი პიმბლეტი ბრძოლა არის იქეთ კონტენდერებს რა იქეთა კონტენდერს და თუ ილია ეხლა არ ბრუნდება უახლოეს პერიოდში რა და ჯასტინ გეიჯი 2026-ში აპირებს კიდე ერთი ბრძოლის ჩატარებას რა მაშინ ჩარლზ ოლივერა ჯასტინ გეიჯი ხდება ანუ შენ ფიქრობ რომ ცარუკიანი პიბლეტი და არ არის მატჩი რომელიც მახსოვს შენ იძახდი და სხვათა შორის გეთანხმებოდი მეც თავიდან არ მარ ბოლოს მახსოვს რომ მეთქი კი ჩარლზ ოლივერა ცარუკიანი მაგარი ანუ კაი 5 რაუნდიანი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს და ეხლა პირიქით ფიქრობ რომ მე მგონი ინსაიდერული ინფორმაცია მაგაზე არსებობს რომ ოლივერა არმანი შეთანხმებული ბრძოლა არის უკვე რა რაღაც ინსაიდების დონეზე არის ოღონდ რა ვერიფიცირებული ინფორმაცია მაგრამ მე მინდა დავინახო არმანი პადი პიმბლეტი მინდა დავინახო ესჭი დაობა მინდა დავინახო უშუალოდ ესჭი დაობა სხვა ვერაფერს ვერ დავარქვა ბრძოლას რა რო ანუ ჩამოყალიბდნენ ვინ არის legit და ვინ არაა legit მაგორში რა ჩამოყალიბდნენ იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ბევრი კითხვა არის არმანის ლეგიტიმურობასთან და უაზროდ მიმაა და არანაკლები რაოდენობა კითხვების არის პედის ლეგიტიმურობასთან რა ზოგადად არმანი კი ამბობს რომ მე ვარ შემდეგი და რაღაც ამბები მაგრამ რეალურად აქტიურობიდან გამომდინარე შემდეგ კი არა ტოპ 5-ში წლის უნდა შედიოდეს რა მისი საუკეთესო მოგება არის ბოლო მოგება იმასთან რა ქვია დენ ჰუკერთან რომელიც ანუ CD-ის ქვეშ ყოფნე გიჟი ყავს ვაზე ხარ რა ბიჭო წარმოიდგინე რომ ისეთი დიდი ფეხბურთის ფანი ხარ ფანატი რა რომ შენი ბრძოლის დროს არის ინგლისის თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე და ეგ იყო ლუკ რაილის გამოსვლა რა მაგრამ მაქამდე ხვიჩ კორი სანჰეგან მარიო ბატისტას ბრძოლაზე ვისაუბროთ რა ტექნიკური ძალიან ტექნიკური ბრძოლა იყო ძირითადად როგორც იცის ხოლმე რა ბანთამვეითის ბრძოლა ხო და ანუ ამ გამარჯვებით რა მოიპოვა ეხა რა ბატისტამ დაკარგა სანჰეგენმა მაგრამ რა თქმა უნდა მინდა რომ გითხრა ჩემი აზრი რო უყურებდი რა არ ვიყავი დარწმუნებული პირიქით ეჭვი მეპარებოდა შეიძლება ვწდები რა მაგრამ ნუ პირველი ორი რაუნდი მეგონა რომ შანსი ყოფილიყო რომ პირიქით სანჰეგენს წაიყო რა ხვიჩი იმას არ ვიცახი რომ აშკარა წაიღო მაგრამ ეჭვი მქონდა რა და ხა მე უნდა გადახედო კიდე და რაღაც რა თქმა უნდა ეს არ მიქნია მაგრამ რავი ეჭვი მეპარებოდა რა თქმა უნდა მესამე რაუნდი უეჭვოდ წაიღო ხო უეჭვოდ მაგრამ პირველ და მეორეზე რას ფიქრობ აი ცუდად დავინახე რა მე ანუ შენ სხვანაირად დაინახე ანუ შენი მითხარი რა უყურე ვიდეო ახალი კრიტერიუმები განახლდა იმის რა ქვია საჯობის და მაგიტო სხვადასხვა რაღაცის გამო აძლევენ რაუნდებს ყველაზე ხარა ძალიან სუბიექტიური გახდა მოკლედ რო გითხრა ძალიან სუბიექტიური გახდა რა მაგალითად ხო კრის ლიმ ერთმა საჯობა მეორე რაუნდი მისცა მაურისიო ბაუტისტას მოდიში როგორ შეიძლება და მაურისიო ბაუტისტას მეორე რაუნდი მისცე მე ვერ მივხვდი მაგრამ სად მოიგო ბაუტისტა მეორე რაუნდი რა ხო და პირველი სანჰეგანმა მოიგო მერე ხვიჩი უეჭველი არ კრისლის პირველი სანჰეგენმა მოიგო მეორე ბაუტისტა ასე ხარ და სალდამატოსთან კიდე სხვა საჭიროა ხო პირველი ბაუტისტა მოიგო და მეორე სანჰეგენმა მოიგო მიხდი და მე ვფიქრობ ანუ პირველი რაუნდის მიცემა იმიტომ შეიძლებოდა რომ საბმიშენთან ძალიან ახლოს იყო ანუ დანებთან ძალიან ახლოს იყო ბაუტისტა რა და უბრალოდ რო ადგა სანჰეგენი და რო დაიწყო კოჭლა ხო ეს ნიშნავდა რომ საბმიშენს ქონდა თავისი ეფექტი ქონდა
ხო, ხო, ანუ ხის შეტეკია, ხო. დააზიანება, რაც უნდა გაიგეთები, ანუ ნოკდაუნის თვალსაზრისამდე ალბათ გამოიჩაჩა თვალის ეს. იმიტომ რომ ეხლა ხო თვითონ საბმიშელის სუფთა მცდელობას, რომელსაც არის საბმიშელის, რომელიც არის ანუ ფინიშთან მიმსვლელი მოქმედება, ხო? ძალიან დიდი უპირატესობა ენიჭება და ცდილობენ აი ყველა ერთი და იგივენაირად ამსაჯო რა. მაგრამ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ეხლა ოლდსკული და ანუ ეს სოლდამატო და კრისლი არის ორი მსაჯი, რომელიც ჯონსის 2010 წლიან ბრძოლებს მსაჯობდნენ, ანუ ეს ორი მსაჯი. ეს ორი მსაჯი უკვე ჰმმ. მე ვიცი 16 ო. წელია უკვე მსაჯები არიან UFC-ს და წარმოიდგინე მაგათ გააჩინეთ პირველი რაუნდი ერთმა ბაუტისტას მისცა მეორე სანხეგეს და საპირისპირო მხარეს იგი მისცენ რა ქვია რა ანუ რამხერა განსხვავება არის ერთი და იგივე ბრძოლას უყურებენ მსაჯი რომელიც 16 წელი მინიმუმ მსაჯობენ ბრძოლებს რა ამიტომ ძალიან სადაო მომენტები არის და მე სანხეგერი მაინდამაინც გამარცხებულად ვერ დავინახე ამ ბრძოლიდან და მაგრამ მეც მაურისიო ბაუტისტას რა თქმა უნდა ცოტა რაღაც მეც ვერ. როგორ რაღაც პირველი ხუთეულის დავაში შევიდა. ხეხტი? რომ ეხა მართლა პირველი ხუთეულის დავაში არის, რა. ჰმ. აი ეს პირველი ხუთეული არის, სასწაული პირველი ხუთეული რო არის, მაგ არის მაურისიო ბაუტისტა და საინტერესო. შემდეგი დამხაზველი ნიშანი არის უმარის და სონგიადონგის ბრძოლა, რომელიც ჰმ. აბსოლუტურ ნახას ჩამოაყალიბებს. ჰმ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ ბადეს მოგებულები ხო? უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. აუცილებლად რა. ანუ თუ უმარი იგებს ბაუტისტასთან რევანში უნდა მიიღოს 5 რაუნდიანი ბრძოლის, თუ სონგიადონგი იგებს ბაუტისტასთან უნდა ბრძოლა. და მაშინ უნდა ჩამოყალიბდეს ვინ არის შემდეგი კონტენდერი. მაგრამ მაგათ შეხვედრი და ან შემდეგი კონტენდერიზე გასასვლელი ბრძოლა. ძალიან საინტერესო მათი ჩამოყალიბდა და კორის რომ მოიგო ბრძოლა ხო არაფერად არ ჩაითვლებოდა რა იმიტომ რომ უმარმა დისიჟენი გაუწურა უკანა ივენტზე უკანა ბრძოლაში რა და არნაირი პროგრესი არ მიცემდა სახეს მაგ და აშკარად აი წონთა კატეგორიის პროგრესი მიეცა რა სად არის უმარდნო გავედოვი დიდი კითხვა არის მაგ იმიტომ რომ სონგეროთან 5 რაუნდიანი ბრძოლა და ძალიან ბიჭო იგივე არ არის ხვიჩ ანუ იმა კორის რომ მოიგო არაფერს მოუტანდაო და ბაუტისტასაც მარცხი აქვს უკვე იმასთან უმართან. კი, მაგრამ უკვე ის არის 3 რაუნდიან ბრძოლაში. ხე? ხო. მარცხნივ. და ეხა ხო, მაგ ბრძოლის მოგებული, ხო? რიგში უკან დგება, შონომალის რიგში უკან დგება, რიგში. ხე? და ანუ თუ ეხა პეტრიანი დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა და მე ანუ ძალიან პეტრიანი ძალიან აკავებს UFC-ს. იმენა რა მომენტი არის უყური ახლა. პეტრიანი სად აკავებს UFC-ს. პეტრიანი აკავებს UFC-ს იმ მომენტში, რომ ისამაშობა რა ქვია. მერაბმა წარმოიდგინე დღეს რაფზე თქვა, რომ ბრძოლა არ მაქვს, ეს ნიშნავს რომ კონტრაქტი არ აქვს მერაბს. კონტრაქტი რო ქონდა არაფერს არ იტყოდა. ანუ ხო, ანონსი შეიძლება დადონ ერთი თვით ადრე, მაგრამ კონტრაქტი შენ უკვე 1-3 თვე ხოლმე ხოზე ხარ რა? ანუ 2 თვე მაქელას დიდ ბრძოლაზე რა. ეს ნიშნავს რომ იმას ანუ არ აქვს. ანუ კიდე პეტრიანი ჰაერში არის, სადაც წონათა კატეგორია დგას ერთ ადგილას. ხეხტი? მაგიდან გამომდინარე რომ აკავს ანუ ინტრემ ბელტი უნდა გააკეთო. უდავოდ. ეს უდავოდ უნდა გააკეთო ინტრემ ბელტი. იმე მიქნებოდი მომხრე, რომ ინტრემ ბელტზე იბრძოლონ მერაბმა და ამ დუეტის გამარჯვებულმა რა დაელოდოს არაუშავს. მაგრამ იბრძოლო წლის ბოლოს მაგალითად რა. ამის გამარჯვებულმა, მაგრამ ძალიან ძნელი მათემატიკა შეიკრა ასე რომ ვთქვათ რა. და მერაბს დიდი დალოდება უწევს. თუ შემოდგომაშიც აღარ იყო მაშინ რავი ახალ წელს უნდა იყოს ამდე ძალიან ბევრი დრო გამოდის რა გეთახმები რა და მოკლედ ნახოთ რა და ძალიან გვინდა რომ მოხდეს ხო პირიქით ეგ გვინდა რომ ტრილოგია მოხდეს და ეგეთი გზით დაიბრუნოს ყველაზე კაი გზნობა ეგ იქნება რა შევსა თქმა უნდა ჩვენ ანუ რა უნდა უყოთ მაგას ხოლმე ხა ოკტაგონში ვერ შემოიყვანა ერთ-ერთი შეიძლება ლოგიკური მოხდეს თან ამ მომენტია იცი გიო ძალიან მაგრამ მომეწონა რომ მერაბი ძალიან ჯანმრთელი იყო რაფის მატჩებზე უაზრო ჯანმრთელი იყო რა ანუ არ ეტყობოდა რომ სახედა ტრამვული ქონდა ან რამე ქონდა ესეთი რა ჯანმრთელი იყო ჩანდა და დასვენებული იყო ჩანდა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რა არ იყო აი დატანჯული მერაბი რა როგორც პეტრიანთან დავინახეთ ბრძოლაში რა იმენა და აი შეჭმული არ იყო მერაბი რა
მაგიდან გამომდინარე ძალიან მაგრა გამიხარდა მაგრა გამისორდა მაგ მომენტი და რა მე მინდა ღმა შიდა ისტორია დაიწეროს უფრო შიდა ისტორია მინდა რა მე მინდა რომ სონგედონმა უმარ შეხვდეს მაგის მოგებული შეხვდეს მაურისიო ბაუტისტას და მაგის მოგებული შეხვდეს ბერარ დვალიშვილს კი მართლა ისე მინდა მართლა მასე ხედა წარმოუდგენელი არის სხვა იმიტომ რომ ყველაზე აქტიური და მათ ლოგიკური არის რა კი ომალიზე ძალიან დიდ ფსონს დებენ ომალის აქვს სუპერ ფაიტი 5 რაუნდიანი უმართან მიიღოს და ნებისმიერ შემთხვევაში მოგება წაგების შემთხვევაში მე დარწმუნებული რომ სონგედონკა უმარი ომალისაც გააკეთებენ მაგ რა ხო და არ გამიკვირდება რომ მალე გამოაცხადონ რა იმიტომ რომ არ ამგონია რომ მიცენის ინტერიმი თორე უკვე მალე არ გამოაცხადებენ რატო იმიტომ რომ გაიმეორებ კიდე ერთხელ რომ მერავს რო ქონოდეს ხელი მოწელი კონტრაქტი ხო რაფსი არ ილაპარაკებდა რომ პეოტრიანს ათხა რომ ჩხუბი მინდაო მეო რა და გამოჩდი უკვე კი მაგრამ ანუ შონომალი მერაბ დვალიშვილი ყველა პეოტრიანს ის ჩუმად ვარჯიშობს გონი რა ის გონი ჩუმად ვარჯიშობს უკვე რა იმიტომ რომ მაინც გონია რომ სექტემბერში ან ოქტომბერში იქნება კონტრაქტს ხელი თუ არ მოაწერა და ჩხუბი თუ არ მიიღო რა აზრი აქვს ის ვარჯიშობს არ ვარჯიშობს მიცემს ალბათ მერაბს ერთი თვის იმას რა ქვია ნოთის რომ აჰა უბრუნდებიო ეხლა მე რაღაცას იცავს ნახოთ მერაბი ჩახდება რა პრობლემაა მერაბი ერთი და იგივეს აკეთებს ყოველთვის ვარჯიშობს ყოველთვის ჭიდაობს ყოველთვის დაგებს მერაბისთვის რა პრობლემაა და კიდე ერთი ღილაკის დაჭერის რა პრობლემაა გამოიწერეთ Fight Hop-ი თუ მოგწონთ MMA კონტენტი დაგუჭირეთ მხარი და დარჩით ჩვენთან მოგმესი მადლობა მოდი აი გადავიდეთ ამ ბრძოლაზე ვიცი რომ შენ თქვი რომ ეს იქნება Fight of the Night-ო რა და მეც დაგეთანხმე და ძალიან მომწონს რა და მართლაც ეგრე იყო რა ანუ ძალიან მომწონს კავანა ეს ბიჭი რა მაგრამ ბრანდონ როიველიც არის მაგარი ძაღლი რა ძაღლი ანუ მუცელშიო ძაღლი ყავს რა ეგეთი მებრძოლი არის და მართლა რა ვიცი ძალიან მაგარი ბრძოლა იყო ცოტა unlucky მგონია მე კავანა რაღაცნაირად მაგრამ ეს ალბათ unlucky შენი თვალით unlucky ეს არ იქნება იმიტომ რომ შენ ხარ პრო ძმაო და ყოველ დღე დადიხარ და ავარჯიშებ ზუსტად აი ამ ყველა ასპექტში შენ მებრძოლებს რა და არ იყო unlucky ხო თუ იყო რაღაც ასპექტი თუ გამოცდილება თუ ხო რას ფიქრობ რა ახლა როივალი ბებერი არა და წარმოიდგინე ვეტერანის სტატუსად არის ტიპი ყველაზე ხარ რა იმიტომ რომ აი ძალიან ძიმე და ძალიან ჩახლართულ შუბებში გაუულია რა კავანას კი ქონია მძმებრძოლები მაგრამ ასეთი სირთულე არ გაუულია კავანას რა და მაგიდან გამოჩნდა ანუ მაგ სხვაობან მაგ ნახა მისი მომენტები როივალმა რა ჯერ მეორე რაუნდში ისეთი რაღაცა გაატარა ბევრმა უკვე ჩამოუწერეთ როივალი და ვთქვით დამთავრდა ბრძოლაო რა მაგრამ არ დამთავრდა მაგიტო არის ანუ have dog inside მაგიტო არის ისეთი რომ აიღო და ანუ მაგიდან შეძლო შემოტრიალება ბრძოლის მაგიტო არის ყველაზე ერთ-ერთი სახებათო ვეტერანი და დღეს რეალურად flyweight-ის მთელი ტოპ-10 არის საცხის ასწაული ანუ flyweight-ის ტოპ-10 არის დინამიტი ბრძოლა რა ნებისმიერ შევახედრე კიდევ წლის საუკეთესო ბრძოლას მიიღება ვაგიტო ცოტა გამოცდილება აქვს ძალიან ახალგაზრდა ბიჭია ჩვენ რატო აი ეს მეწოდება კავანა ისეთ მძიმე ბრძოლებს გადის უკვე ყველაზე ხარ არა ისეთ ბრძოლებს შეხება რა ძალიან ახალგაზრდა ბიჭია და რაზმუნებული ვარ 60 წელიწადში უკვე იქნება იმ prime level-ზე და უკვე ანუ მისი ადგილი მაინც დაგვიმკვიდრებული აქვს ტოპში მაგას რა დაჟე წაგებითაც ბიჭო აბა უკვე რო ყოფილ ჩემპიონებს დაამარცხებ ხა უკან ვეღარ წახვალ როცა იქ მიდიხარ რა ზემოთ და ხარ უკვე ტოპებში ეგრე უნდა იბრძოლო რა ეგეთ დონესთან და თან აშკარად სკილებად მანდ სტოლდება იმიტომ რომ ეს ძალიან კომპეტენტური ბრძოლა იყო ლოუნერ კავანა რომ დანებდა ხო მაგი არ ნიშნავს რომ კომპეტენტური ბრძოლა არ იყო ეს იყო უაზროდ კომპეტენტური ბრძოლა ეს კი არ იყო პროსტა უბრალოდ ახლო ბრძოლა შეიძლება ჩვენ ახლოს ვიჭუბოთ მაგრამ ცუდად ვიჭუბოთ მაგრამ ახლო იყოს რა ცოტა ორივემ გავაკეთოთ რა მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ორივემ გააკეთა რა და მაგ შემთხვევაში ამ ხელა სიღმის ბრძოლებში ხო გიო მარტო გამოცდილება წვითავს მიხდი აი უკვე იმ სიღმეში
იმ როცა სკილები მაღალი არის, ტემპი მაღალი არის, დარტყმას დარტყმის ზალა და submission game-ი ძალიან მაღალია, გამოცდილებას უდავს ყველაფერს, Fight of the Night ღირსეულად UFC-სგან მიიღენ მაგათმა, Loner Kavan კი 27 წლის არის, მაგრამ ანუ ძალიან მართლა კიდე ფრეში არის რა, ძალიან ფრეშ მებრძოლი არის და ველოდებ თუ როდებით. მაგარია flyweight-ის დივიზიონი რა. მაგრამ light heavyweight-ის დივიზიონის ძალიან მაგარი გახდა. რახან რომან დოლიძე მან დავიდა და არა მარტო რომან დოლიძე, დღეს ნახეთ ლეგენდა კაცი ეგეც რობერტ ვიტიკერი. როგორი გამოსვლა ქონდა და გეგონა თუ არა რომ ფეხით შეანგრია რობერტ ვიტიკერმა lightweight-ი თან კიდევ აი კარგად გადახვედი რომ კიდევ ერთი მაგალითი იყო რატო გამოცდილება და ჯანსაღი აზროვნება ხო ის ტიპი მიზემძიმე იყო მიზები თუ ჯანზე ხო ეგრე დაიწყო მაგრა დაიწყო თუდად არ დაუწყე მაგრამ რობერტ ვიტაკერი არის აი 5 რაუნდის მართლა 5 რაუნდის მებრძოლია მართლა ჩემპიონთა კალიბრის მებრძოლი არის მაგისტვის 3 რაუნდიან ბრძოლაზე მიცემას აზრი არ აქვს ანუ ჩვენ მარტო შოუს დავკარგავთ მაგიდან გამომდინარე რა გვიან ხმაწყალში ისეთი რაღაცა დამართა იმ კრილოვს რომ თვითონ ტიპმა ვერბალურად დანებდა გომში ისეთი რაღაცა არაფერი დეკლასირება უნდა განიცადო რაღაც უნდა განიცადო რომ ტიპმა შენი პირი თქვა გომში რომ აუ ისეთი რაღაც მოხდა მეორე კი არ მინდა რომ მოხდა აუ ხო მეთოდზე საუბრობ ხო ანუ ხო ეგ არის დანებება გომში ხო რაც მოხდა ეხლა მათ ესეთი თია ჩვენა ანუ ამ გუდო რა კარგად ავარო ეგრე გამოვიდა ხო ანუ როცა ტკინეულში გაქვს თაფაოც რო აკეთებდა ესე ადებ ბევრჯერ ხელს თითებს გომში გამოვიდა ერთი აჩვენა ესე და ნიშნავს რომ მე კარგად ვარ ანუ ნიშნავს აღარ მინდაო და რატო არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა ყველაზე დიდი თაბუ რა როცა დგომით მებრძოლი აკეთებს ან სიტყვით დგომით თაფაოც რა დგომში და რა ტკინეულ ილეთში რომელიც სხვათა შორის GSP-საა გაკეთებული და კიდე ბევრს ექნება ალბათ ჩატარებული ეგეთი არა? არა ეხა ნიკიტა კრილოვი ჩამოწერილი მებრძოლი არის ზოგადად მაგის კარიერა დამთავრდა ფაქტიურად მე დარწმუნებული რომ ან კონტრაქტი არ ვიცი რამდენი დოლარი აქვს შემდეგ რომ ამოიწურება არაერთი შემთხვევაში არ გააგრძელებენ რადგან ანუ გადალახული მებრძოლია რომელსაც ფან ბაზაც არ აქვს რა და გამოიყენენ იმისთვის რომ რობერტ ვიტაკერმა გახურდეს light heavyweight-ში მეტი არაფერი არ იყო მაგ აი ისეთი უტილიტარიზმი იყო რომ წარმოუდგენელი არის რა მაგ სიტუაციაში რა და ანუ არა აქვს ჯანი ნიკიტა კრილოვს კი სკილები აქვს მაგრამ ჯანი არ აქვს რობერტ ვიტაკერი გადაიტანოს და ტიპმა დგომში გადაყდა ხო ზეხა რა ბრძოლა არ გააგრძელა ვარო ფეხით მოლეწილმა მაგრეგორმა გააგრძელა მაინც ბრძოლა და ამან არ გააგრძელა წარმოიდგინე რა ხო და აი ვიტიკერის ტრიკი რა საინტერესო იქნება ახლა რა light heavyweight-ში რა მისი ახალი კარიერა დაიწყო ხო ეგრე გამოდის ხო ახალი კარიერა დაიწყო და კიო რა მინდა ვთქვა იცი რომ ვიტაკერს გუნდმა შეცდომა არ უნდა დაუშვას არანაირ შემთხვევაში მაგათმა ყოველთვის უნდა მიიღონ 5 რაუნდიანი ბრძოლები მნიშვნელობა არ აქვს მაგას იქნება რუისთან იქნება მაგი ბრძოლა მაგრამ ყოველთვის უნდა იჭროს 5 რაუნდიანი ბრძოლა რადგან მენტალურად არის 100% 5 რაუნდიანი ბრძოლა ბიჭო სხვათა შორის კრიტიკა ქონდა ვიტიკერს რომ დაღლილი იყო და არა ხო გაიგე კრიტიკა მაგაზე ვიან ნახულობს მაგი მის თავს დაღლილი მებრძოლი თქოში მაგრამ რაღაც დირაკეთებს მაგი ახლა დაიღალა რაღაც მოიგონა რომ დაიღალას მოზე ხრა იმიტომ რომ ცოტა მისი ხასიათიც გააჩნია როგორც მაგაზე არა პრობლემა რა ხო და საინტერესო არის სტილისტურად ახლა რამდენი ახალი გზა გაეხსნა ხო ვიტიკერს მაგარი ბრძოლების რა არა light heavyweight-ში სტილისტიკურად გადავა საინტერესო ის light heavyweight-ში ძალიან მოძრავი არის აი ტივი რაკეტა არის დინამიკური არის სასწაულად დინამიკური არის ხო ხედავ როგორი მოძრავი და როგორი დინამიკური არის რა ძალიან საინტერესო ბიჭო სხვათა შორის ახლა შემდეგი ბრძოლა light heavyweight-ში რომასი და დერიდერის ხმაურიანი ბრძოლა იქნება რა ძალიან რა განსაკუთრებით რომა რომ მოიგებს რა
ყველაზე დიდი გამარჯვებით რომ მოიგებს, იმიტომ რომ რომას და ვიტიკერს აქვთ ისტორია პატარა რა. დიდი არაფერი მოხდა, რომ უბრალოდ იმ ვიტიკერმა ვითომ დაიწუნა არის ხო ეგ სიტყვა სწორია, დაიწუნა. ო, ხო ვიტიკერმა დაიწუნა რა რომასთან ბრძოლაზე უარი თქვა თუ რაღაცა და რაღაც კომენტარი გაუკეთა რაღაც სისულელე რა და არა და თვითონ ქონდა ეგეთი ყველაზე რაღაცნაირი მარცხი მე მასთან ხამზათან ნუ რა მნიშვნელობა აქვს მაგაზე არ შევდივარ მაგრამ იმას ვიძახი რომ არ გამიკვირდება რა რომ ეგენი ერთმანეთს დაეჯახონ ჰა შეიძლება კი დედაედის ბრძოლად ნახოთ საინტერესო როგორ რომას ნახოთ რა ისაიდს მოიყვებით რომ რომა დოლიძე დერიდერის ქვეშ ძალიან მაგრა არის მზა და ანუ ვიცი რა გავუკეთებელი არის სადღაც ჩვენთან ემზადებოდა ცაცია ჯუჯის ერთად ემზადებოდა ხამიდაზიმოვთან ძალიან დიდი დრო გაატარა რა რომელიც არის ცაცია ძალიან მაგარი ჯუჯიცერი და პლუს ხელების ნორმალური აქვს რა ამიტომ დერიდერს მე დარწმუნებული რომ გადაღეჭავს იმიტომ რომ სტილისტიკურად ზუსტად ისეთი მეთოქი ყავს და ნახე პარტნიორი ყავს და ნახე ძალიან მაგარი არის რა რომას კარიერაც ეხლა სულ სხვა მიმართულებით არის მე ვფიქრობ light heavyweight-ში რა როგორც ყოველთვის იყო ეგრე იქნება რა გამარჯვებით რომა let's go ბიჭო და ამაზე მე გადახვალ? კაი მიდი ჯიგარი ხარ მიდი King Green ტიპი არის ფენომენი რა ბრძოლა შემოატრიალა ერთ რაუნდში fight of the night დაეთიდა და გინაღავდი მაგრამ ის გამო ბონუსის მოიპოვა ძალიან სასწაულად შესაძლებელი არის რაც გააკეთა King Green და რასაც აკეთებს და რასაც უკეთებს მის კარიერასთან და ეხლა რეალურად ხო ტენეს მაკინის საწინააღმდეგოდ ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა on the paper ხوازე ხარა მაგრამ დამტკიცა რომ ყველა არ არის ნამდვილი ვეტერანი MMA-ის 39 წლის ასაკში ესეთ პერფორმანსებს დობს და სისხლის შიმშილი გააჩნია მისი ბოლო წამამდე. ანუ ძალიან დიდი რაღაც არის მაგას ამ ბრძოლა სისხლის ზნობა გააჩნია რა. სანამ დრო არ გაჩერებულა ხო ის ტემპს არ აჩერებს რა. და გაგბენედე პირდაპირ დაღებული დაგტოვა ყველა რომ ბექმაუნზი თვითონ გორამის მეტოქეს აღებული და მას შეტევა დაიწყო და იქიდან ადგა შემოტრიალდა გაანვითარა ტიპი გააკეთა ხუჩი და ბოლო წამზე დააფინიშა მაინც რავი რა ემოციონალური ლეგენდა არის King Green და დიდი სიამოვნება არის რომ არ შესწრებული King Green-ის რენესანსი გვიან დამწიფებული? King Green-ის რენესანსი არის ახალი ამოსვლა არის King Green-ის კარიერის. სხვა ვერ მიუწოდებთ მაგას ახლა რეალურად რა. ხო და ამ ბრძოლაზე ხო თქვით რომ ეგ ნოკაუტით იქნება მეთქი უეჭველი რომ ანუ რომელი ბრძოლა იქნება ნოკაუტიო რა თქვით რა. ამ ბრძოლაზე თქვით მე და შენს და ეგრეც იყო. უბრალოდ რითი იყო? ბოდი შოტით იყო, ხო მგონი თუ როგორ მახსოვს? ხვიჩი დაარტყა ხო და დაფარულზე დააყოლა. ხო, ნუ ღვიძლით გატყდა, ხო მგონი? ანუ ბოდი შოტით გატყდა, რომ ო რა, კი რაღაც დამავიწყდა რომ ბობი გრინზე ტრადიციულად მე არ ვიწყებ საუბარს, იმიტომ რომ ბობი გრინ არის ბობი არა, King Green და თავისი ბენდენა ესე ო რა რაღაც სასიამოვნო რა იცი King Green აკეთებს რენესანსის მისი კარიერის და მართლა იმ რაღაც სხვა ქარიზმას მატებს MMA-ს რა თანამედროვე MMA-ს რომ არ არის საზღვრები აჩვენებს და ძალიან საამაყო პიროვნება არის რა ძალიან საინტერესო არის მისი შემდეგი კიდე ნაბიჯი ხო რა მართლა საინტერესო არის და რა უნდა გააკეთოს რომ კიდე მოხდეს რა ეგეთ სიტუაციაში მას ყველასთან ქონდა ბრძოლა რა არა რამდენი ბრძოლა აქვს და ანუ დღეს ვინც არიან მაგათანაც ქონდა და ანუ აქ თუ არა შანსი რომ კიდე მიეცეს ერთი შანსი ანუ ხო ერთი შანსი რა რომ მივიდეს იქ რა ტოპ 5-თან რა ერთი ბრძოლა ქონდეს რა ანუ სერიოზულ კონტენდერთან რა მაგა არ მანცაც ხო ეჭხუბა მაგი თუ არ ვწდები არა მახაჩევს ეჭხუბა ხო აქვს რეალურად თუ ორივეს უკაცრავად მახაჩევს ეჭხუბა მაგრამ არ მას მაგან მართლთან მაშინ სასტუმროს კორიდორში ეჭხუბა
და მოკლედ რა ვიცი, მაგბიც არ აძლევენ და იმიტომ არ არის მანდ რომ რაღაც ისეთი ბრძოლები მიცენ ხო აზეხა რომ უკვე ანუ რო ეძებენ რა მისი ასაკის მებრძოლს და რაღაც უბრალოდ ისეთი ბრძოლა იყოს, ეგ ჩვეულებრივად მიდის რა, ხო ხედავ, ანუ ახალგაზრდა მშიერ მებრძოლებს ხვდება რა და უგებს და სტრიგზე არის და წვანე მეფე ძმაო არ დაანებებს სიმწვანეს ჯერ და კიდე შეიძლება ვნახოთ მაგირა როგორც კი ისეთ ბრძოლაზე რომ ერთიც და ხოაზე ხარ ახლოს იქნება რა არ გამოურიცხავ მაგას რა ინგლისის ერთი პრობლემა აქვს, რომ რეალურად მე რასაც ხედავ, აი რაც რეალურად მაგას უშლის ტოპობაში ხელს, ხო, არის მისი ყბა. ყბა ცოტა უჭირს. ბიჭო, აბა შენ ცადე 24 საათი სტრიპ კლუბში იყო და ყბა კონდეს გამაგრებული. ვასტი სტრიპ კლუბში არის 24 საათი და ეკნება ხა მასკასავი ყბა, არა ეკნება. ყბა ჩამოვარდა. წარმოიდგინე გიო, ეს იყო გრინის 20 ბრძოლა UFC-ში. აუ. სიგიჟე არის და ბიჭო, კაი გადასვლა მინდა გავაკეთო რა, ეხლა ყბაზე ვსაუბრობთ და რამდენი ბრძოლა აქვს ჩატარებული და კაცი ეხლა მოვიდა რა. ეხლა და პირველი ბრძოლა ჩაატარა და მახსოვს შენი სიტყვები რომ კარგად გაიტესტაო, იმიტომ რომ ძალიან ცოტა 30 წამში რომ მოიგო ვერ ვნახავდით ბევრ სკილებს რა. რა თქმა უნდა გეიბლ სტივენსონზე ვსაუბრობ რა. და აი ეგ ძალიან საინტერესო რაღაცა მითხარით ჩვენ რო საუბრობთ რა და ანუ გეიბლ სტივენსონის დებიუტს ყველა ელოდებოდა რა. ყბარო თქვი რომ არა აქო იმას მწვანეს რა მე მივხვდი რომ იმ ელისონი იყო ხო მგონი მისი ოპონენტი მაგის დებიუტი იყო კიდე დაჟე თუ არ ვთები მაგასაც მაგარი ყბა ქონდა რა ძალიან არა ელისონს კი არა ელისონს ერთი ჩხუბი მანამდე წაგებული ქონდა UFC-ში და მეორე ჩხუბი კარგო და ელისონს რეალურად ყბა ქონდა გეიბლის ძალიან ძიმე დარტყმები გადაიტანა და ელისონი ძალიან მაგრა იყო მზად უბრალოდ სხვაობა იყო დონეში რა რეალურად ახლა გეიბლ სტივენსონმა აჩვენა პერფორმანსი სადღაც ტოპ 10-ის ბიჭო რამ გამაკვირვა იცი გამაკვირვა არა მაგრამ აი როგორი ფეხებით მუშაობდა ანუ ეს ფეხები აქვს ძალიან ძლიერი აშკარად ამ მოჭიდავეს აღარ დაუძახებ უკვე ბაზარიან მოჭიდავე მაგრამ MMA მებრძოლი არის არა ჯექსონ ვიკის სკოლა დაეთყო აშკარად პირველად დაეთყო ჯექსონ ვიკის სკოლა სხვა ყველა მებრძოლაში სხვა ყველა ბრძოლაში ოვერჰენდით მოჭიდავე იყო რა როგორც მოჭიდავე ეს უბრალოდ მოჭიდავე რა მაგ ძალიან დაეთყო ჯექსონ ვიკის სკოლა მრავალფეროვნობა კიკების მრავალფეროვნობა დარტყმების და კუთხეების შექმნა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რა შემოჩნია კიდე იცი რომ რაც არ უნდა მაგარი იყო როცა ხარ heavyweight-ში და დგეხარ და იქნებ, მაინც არის შენი დამარცხების შანსი რა. აი შეიძლებოდა რომ იმასაც მოერტყა რა ელისონს, არა? ხო იყო მომენტები ახლა, ისე რომ თვათ მასეც არ იყო რა. თან იმას ისეთი მაგარი ყბა ქონდა რომ რო არ დავარდა და მაინც იქნებდა რა, მაინც არ ტყამდა ხანდახან, ხო? ელისონს ესმოდა სად ქონდა მაგას სწორი შანსები რა და იყენებდა მაქსიმალურად. ეგეც ძალიან საინტერესო არის, ხა ვის მისცემენ გეიბლ სტივენსონს რა. დღეს ხომ ნახეთ, ანუ როგორ გაიტესტა და ეხა ფიქრობ თუ არა რომ შეგიძლია რომ მიცე ტოპ-10-დან და უნდა მიცე პირიქით. ტოპ-10 უნდა მიცე აუცილებლად, მაგრამ პირველი ნომრები მაგას გათიშავენ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან ღია ჭრობს გეიბლ დღეს. ანუ გზაა გასავლელი, რა თქმა უნდა, როგორც ყველას, ხო? ეგ ხო რა, ცოტა გზა უნდა გაიაროს. ეგ ჩვეულებრივი რაღაცა, ხო, ბაზე, რა თქმა უნდა რა, ხო? კი, მოდი, დაუბრუნდებით მერე კიდე რა, heavyweight-ის სიტუაცია ძალიან საინტერესო არის, მაგრამ დავამთავროთ ეს კარდი რა, ჩავიდეთ რა და კიდე ერთი ლეგენდა რა, bantamweight-ის former ჩემპიონი კოდი გარბრანტი და ვიძახდით რომ თქვი რომ ვეღარ ისვრის მეთქი რა, მაგრამ როგორ დაიწყო ბრძოლა, იცი რომ მეთქი ვა ისვრის. არა და ისვროდა რა ამ ბრძოლაში რა, უბრალოდ ყბა ეხა გაბერდა ამ ხალხელად ღომის მებრძოლე რომელიც ძალიან მაგარი ღომის მებრძოლია და ანუ უნარები დღემდე შეშენილი აქვს უბრალოდ ვერ იტანს გაცვლას მაგერის კოდის ყველაზე მთავარი პრობლემა სიჩქარეც აქვს დარტყმის სიმძლავრეც აქვს მოძრაობებიც აქვს მაგრამ
მინდა თუ არა ერთმანეთს ერთს როდესაც ის ხო უკვე მერიტანს და სამწუხარო არის რომ უნდა დავემშვიდობოთ ალბათ გარბრანტის ლეგასის ესე რომ ვთქვათ რა რაღაცა ამბიციას რა მაგრამ არა უშავს დიდებული კარიერა ჰქონდა გარბრანტს მაინც კი კიდე რა ბრძოლები გაინტერესებს ხვიჩი ლუკ რაელი კაი გამაკასაც კარგად გამოავლია თავი მე ძალიან მომეწონა მისი სიდინჯე აი სრული დამსტურს მნიშვნელობა მისი სიდინჯე მე ძალიან მომეწონა კაი გამაკასთან იმიტომ რომ სიდინჯეთ მოიგო ბრძოლა ტიპმა და სხვა რა და იმიტომ რომ გადაიტანა კაი გამაკას რას გონი აი აღებული სიჩქარე გადაიტანა კაი მაგარი ქალფკიქები გადაიტანა კაი გამაკას და გამკიცა რომ ყველა არა UFC-ში და რეალურად საინტერესო კონტენდერი არის ეგრეა აშკარად ეგრე გამოჩნდა ოღონდ რა თქმა უნდა მაგასაც აქვს გასავლელი გზა და ანუ დაგროვება რა გამოცდილების რა კი აშკარად აქვს საჭირო და მანამდე იყო ერთადერთი გოგოების ბრძოლა ამ ღონისძიებაზე ტრეისი კორტეზი და ვანგ ცონ რომელიც გადასულა თურმე ალფა მეილში როგორც გავიგე რა სონგი ადონგიც მაგის კუთხეში იყო და ახსენეს რომ ალფა მეილში გადავიდაო ძალიან მაგარი კიკბოქსიორი არის უპირატესობა ჰქონდა ძალიან დიდი ტრეისი კორტეზმა ვერ მოახერხა რა კარგად დისტანციის შეზღუდვა გრაპლინგი ცადანა ვერ მოახერხა ანუ ეხლა ისე გამოდის რომ ვანგ ცონგი იძახის რომ მე დამარცხებული მყავსო შევჩენკო ერთხელო რა თქმა უნდა ისე მემეში აიყო მაგრამ მე რა ხალხს აინტერესებს ეგეთი რამე არა ეგეთი რამე აინტერესებდა ადესანიაზე და პერერაზე და რა თქმა უნდა გონი UFC უარს არ იტყვის რა ხა სიმართლე რომ გითხრა შემდეგი იქნება თუ არა არ ვიცი მაგრამ რაღაცა არის აქ ჩემი აზრით ოღონდ იმას არ დავიწყებ ხევარაუდობას ვინ მოიგებს მაგრამ მე მომწონს ამ ცონგის შანსები დგომში ვისთანაც არ უნდა იყოს არა აშკარად აი ძალიან ფიზიკურად ძალიან მაგარი ჯანზი არის აი ძალიან შრალი არის ძალიან ძლიერი არის ფიზიკურად და ძალიან საინტერესო სანახავი არის მაგიდან გამომდინარე ყველაზე საუკეთესო მებრძოლეებთან რა ამიტომ მე ველოდები ანუ რა ესაგებია რომ პირველ მეორე ბრძოლა UFC-ში წააგო იმიტომ რომ ალბათ რაღაც არ იყო იმ მომენტში მაგრამ დღეს ჩანდა რომ ძალიან მაგარი კარგად იყო რა ოღონდ რა თქმა უნდა ფინიში ვერ მოიპოვა რა და ფინიშით რომ დაემთავრებინა კორტეზი ბევრად უფრო ხმაურიანი იქნებოდა მაგრამ მაინც ისე დამაჯერებლად მოიგო რომ მე მგონი აწევს წინ რა არა ეს გამარჯვება მაინც კი და ხვიჩ ფინიში ვერ მოიპოვა მეთქი და იმას რა ქვია ალმაიდა რო გათიშა სასტიკად ინას თლად ეგრე და არ ქვია სახელი და როგორ მოგეწონა მაგ ბიჭს რასაც ქვია და მაგის ფინიში რა კაი ბრძოლა იყო ისე სანამ დამთავრდებოდა რა არ ვიცოდი თითქოს საიწავიდოდა რა მაგრამ აშკარად რო ეტყობა ძალა რა მებრძოლებს რა ეგეთი ბრძოლა იყო არა კი ესე ბრძოლა იყო და ზოგადად მაგია როგორ არის მასეთ ბრძოლებზე პრელიმებში იმიტომ არის რომ ჯერ გაუგებარი და რომ კადრები არიან რა მაგრამ ანუ ერთმანეთზე იტესტებიან ერთმანეთთან გამომდინარე გასაგები იქნება ვინ შემდეგ რამის გადადის ვინ რჩება სადაც იყო იქ ხო და რა middleweight-ი არის და ამას უნდა ჩეჩენი ბიჭი რო არის რა ბაისანგური ქვიათ და გამოიძახა ხო სწორად თქვი მაგის სახელი თუ არ ვცდები ხო და სხვათა შორის არ არის ცუდი ჩემი აზრით იმიტომ რომ ორივე ეგეთ ეტაპზე მის მატჩი არ არის რა არ ფიქრობ ეგრე კი კარგი არის რომ მებრძოლია რომ გინდა ახალი იყოს და იძახის და უნდა აინტერესებს ვიღაცა რა ხო გესმის რა ისე არ არის რომ მე ჯერ ახალი ვარ მე არაფერი გამიკეთები არ ვიმსახურებ ხოაზე ხარ და არა იცი სახელი და სწორედ ამოირჩია რა ვიღაც ხო არ ამოურჩევია რაღაც ტოპ 5-დან ან ჩემპიონი არჩე უყურებს თავის იმას რა დივიზიონს და აზია მისტერი კადრი ამოირჩია ხო რა ხო და მაგარი იქნება რა ეგ ბრძოლა ძალიან რა გიო ყველაზე შემდეგ ბრძოლა იყო ფარიდ ბაშარათთან დაუკარგეთ ყველაზე მაგარი ბრძოლა
ბიჭო, მაშინ არ იყო, ევინგი. გაიგე? მაშინ არ იყო, ჩვენ რო გავაკეთეთ, მაშინ აღარ არ ყავდა ბაშარაც ოპონენტი და არ იყო კარძე. და ეს მე ბოლოს ხო რა. გავაკეთეს. ხო. კი, დაუბრუნდნენ, ანუ ბაშარაც ბრძოლად ჩაატარებენ და ეთიო ევინგი დაუკარგეთ ქართში, რომელმაც რეალურად ხო უკანა ბრძოლაში დაამარცხა მებრძოლე 14-0-ზე რეკორდით. ესტევანი დაამარცხა, მანამდე ველმეიკერი დაამარცხა, რომელსაც 10-0-ზე ჰქონდა და ეხლა 15-0-ზე ბაშარათთან ხდებოდა და ანუ წარმოიდგინეთ ტიპი პოტენციალურად რა სამბრძოლიანი ინსტრიგზე უნდა გასულიყო რა. მოიცა ბაშარაც უნდა შეხვედრო და ევინგი. ითენ იუინგი. ხო, ასე ვარ, ხო. ეგეც დაუმარცხებელი არის, ბაშარატიც დაუმარცხებელი არის, ხო? არა, ევინგს ორი წაგება აქვს, პირველი ორი ბრძოლა წააგო კარიერაში და იმის მერე პროსტა ხალხს უტეხავს თავს ვარცხნილს. ხო, მახსოვს, well-maker-ი. კი, მახსოვს, ასე ვარ და ის არის construction ის არის მენეჯერი არის თუ რაღაცა, ხო, ვიცი, იუინგი. მახსოვს ძალიან. Destruction manager-ია უფრო. Construction distraction. ხო და ეს ბრძოლაც კაი ბრძოლა იყო რა და ყველაზე საინტერესო ის არის რომ ძალიან მაგარი სტრიკი აქვს რა ეს ბაშარაც რა. რამდენი ძალიან ბევრი გადამული მოგება აქვს. კი, იმსახურებო ამას მე-7 ბრძოლა მოიგო UFC-ში და ტიპი კიდე პრელიმებში იყო წარმოიდგინე. ხო, იმიტომ რომ ფინიშები არ აქვს. ხო? დგომში ჩხუბობდა ფინიშები არ აქვს რა. ძიმე მოჭიდავე რო იყო. უკანა ბრძოლაში მაცუმოტო შეხვდა 17-1-ზე აქვს რეკორდი. მანამდე კრის გუტიერეს შეხვდა 22-5-ზე აქვს რეკორდი. ანუ ძალიან ძლიერი ხდება. სუსტად შეხვედრია და ეხლა მისი დონის მებრძოლებს რო ეჩიხავება ერთ-ერთში, ძალიან ძნელია რა ფინიშები მოიპოვოს რა. თუმცა მე ვერ ვიტყოდი რომ ბრძოლა სანახაობრივი არ იყო. ძალიან დინამიკური ახლო ბრძოლა იყო, წინ და უკან იყო, მე მომეწონა. ეგ იყო ჩემი პირველი ბრძოლა ამ ღონისძიებაზე რა და ძალიან კაი ბრძოლა იყო, რომ გავხურებულიყავი, შევსულიყავი რა. პირდაპირ რაღაც ისეთი არ იყო, ხო, აზე ხარ, მაგრამ მაგარი კაი ბრძოლა მომეწონა რა, კარგად დავიწყე. და მაგის ძმა გაუშვეს, ბაშარატი ძმა ყავს და UFC-დან გაუშვეს და ეხლა რა ძალიან საეჭვოდ თქვა რა, ხვიჩ რომ ბოლო ბრძოლა იყო და წესით ხო, უნდა რა ვიცი, თუ იციან რომ უნდა რომ დარჩეთ, მაშინ უკვე არის ხო შემოთავაზებული. იმედია ბაშარაც არ გაუშვებენ, მე როგორც ძალიან ცუდი იქნება. ძალიან ცუდი იქნება. იცი ვინ გაუშვეს, ბიჭო? ყაზახი იყო თუ რაღაც დაუმარცხებელი, ხო? ხო რა. ხო და მოკლედ იმედი მაქვს რომ ბაშარატი მოაწერს, კაცი დაუმარცხებელი არის რა. ხო მართლა და აქ გადამული რამხელა სერია და ბოლოს და ბოლოს სპორტი არის, ხო? და უნდა მიეცეს მაგას შანსი და ახლა რო შემოვიდა მის დებიუტი გააკეთა რა, მაგ ბიჩს ყოჩახტმა დაში და მაგასაც კაი კონტრაქტი გაუკეთდება რა. კი, ძალიან ესეულად. მოკლედ მე აქედან დავიწყე, ის თავიდან გავიგე, მგონი კარგად დაიწყო, ხო, მთლიანი ღონისძიება, ორივე ბრძოლა იყო, ფინიში, ხო? და მაგრა დაიწყო თლიანად რა, ეს ღონისძიება რა, მაგარი ბრძოლები იყო, ბევრი ფინიშები იყო, ახლო ბრძოლები იყო. მე მაინც ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან მაგარი კარდი რა UFC-ს, რა თქმა უნდა, ბოლო არის. ხო. და ხვიჩ, სანამ დავამშვიდობებით, ხო არ გახსოვს შემდეგ კვირას რა ხდება? ხდება და აფრიკელების დაჯახება არის იმონ რა. ოღონდ სხვადასხვა ზონებიდან რო არიან რა, ხო ასე ხარ? ჯიკს დუპლასი. ანუ უსმანიც ავიდა ზემოთ. ნახეთ უსმანს რა მაგარი წარმატება ქონდა ხამზათან middleweight-ში, არა, ბოლოს რო იყო middleweight-ში, ხო? მე ვნახეთ ხამზატმა დუპლასის რა უქნა, მაგრამ ისიც ნახეთ და ნანახი გვაქვს, რომ MMA-ში მათემატიკა სხვანაირ კანონებზე არის რა. ხვიჩ, ვისაძლე უპირატესობას რა. იმიტომ რომ ში არ არის უსმანი, მაგრამ გონი რასაც გვაჩვენებს არა ის ჩავარდნა მე ვერ შევამჩნიე. აი ბოლო ბრძოლებში რა. ბაკლისთან და კარგად დაარეკოვერა. უბრალოდ საინტერესო არის, ანუ ხამზატის რეცეპტს გამოიყენებს თუ არა რა. შეძლებს თუ არა გამოყენებს, თავი კითხვა არის ხამზატის რეცეპტს რა.
მე რა თქმა უნდა ტრიკუსი მგონია, იმიტომ რომ ტრიკუსი უფრო გამოცდილი არის და უფრო ძლიერი არის, მაგრამ ხუთ რაუნდიან ბრძოლებში განსაკუთრებით არასტაბილურად შეუძლია ბრძოლა. ანუ როგორ გეკითხები, იცი რომ მაინც ვინ მიგაჩნია რა, ანუ ფავორიტად რა და მე უბრალოდ ეგ მაინტერესებს. ფავორიტს არ ავირჩევდი კიო. რადგან ხო სტრიგა დუპლესიმ თუ არ გაასწორა მისი ჭიდაობის შეცდომები. ხო, იგივე დაემართება და 70-ში მაინც დაემართა რა. რადგან ის რა ქვია, კამარუ უსმანი ძალიან მაგრა ხმარობს ხვის შეცდომებს რა. და ზოგადად არა ეს უტვინო მებრძოლი აშკარად რა. მაგიდან გამომდინარე მინდა რომ დუპლესიმ გაიმარჯვოს, მაგრამ დუპლესი თუ სხვაობას არ გვაჩვენებს მის სკილსეტში დაუბრიშ შანსი არ აქვს. მოკლედ მაგარი ბრძოლა არის, მე მაგრა ველოდები ამ ბრძოლას რა, დუპლასი უსმანი, ძალიან საინტერესო არის და რა თქმა უნდა, კიდე ველოდები ჩვენ ბრძოლებს, ყველაზე ძალიან ველოდები ჩვენ ბრძოლებს, გინდა კაცი იყოს, გინდა ქალი იყოს. ამ შემთხვევაში მინდა მოვიკითხო სოფო ბაღიშვილი, რომელიც ბრუნდება ჩინეთში, JCK-ის ორგანიზაციაში 18 ივლისს შეხვდება საკმაოდ გამოცდილ მეტოქეს სახელად ლიუ შაონის და წარმატებები სოფოს ასევე ელენე ლოლაძე სისხლიან ფერიას ექნება ბრძოლა 23 ივლისს UAE Warriors 72-ზე რა და კარგი მეტოქე ყავს როგორც ნახეთ გამოცდილი წარმატება ელენეს ვარჯიშობს Tiger Muay Thai-ში, ვინც არიცით, მგონი ყველა იცის ჩვენს მენელებმა ვალენტინა შევჩენკოსთან და აი მაგრა ველოდები, წარმატებები coach Nick, აბა თქვენ იცით, თქვენთან ვართ და ველოდებით პროცენტიან შედეგს. და მინდა მოვიკითხო ჩვენი ლომი bantamweight მკვლელი 5 სექტემბერს ბრეივში ლაშა აბრამიშვილი გამოვა კიდე და რა ვიცი უკვე ისეთი კაი სერია აქვს ლაშას რომ ამის მერეთაც თუ არ მიცეს ამ კაცს ტიტულზე გასვლის შანსი მაშინ რა ვიცი უნდა იმას ვქნათ შევიკრიფოთ და მივიდეთ და ხო ახლა ილია ლაშა ვთქვათ და ბრეივი ვახსენეთ და ბიძინა გავაშელი 1 აგვისტოს ეს უფრო ადრე იქნება ბურგას არენაში ბულგარეთში შეხვდება ბიკოს რა და ბიძისაც წარმატება რა თქმა უნდა ყველა ჩვენიანებს რა ყველა ქართველ მეომარს და ფაით ჰოპერებს უღრმესი მადლობა დროებით გემშვიდობებით You tune into the Kartvelians on the Fight Power Podcast.